დღეს გვექნება საჯარო გაშლა სახელწოდებით ჩაფიქრებულ პიროვნებას რამდენად ხშირად ახსენებით. ან ზოგადად მისი დამოკიდებულება როგორი არის. ეს შეიძლება იყოს როგორც მეორე ნახევრის პოზიციაზე, ან ზოგადად მეგობარზე, ან ნებისმიერ ადამიანზე. გაშლა არის უნივერსალური. იმისთვის რომ მოხდეს ენერგობალანსირება, კომენტარი მოწონება, გაზიარება, მათთვისაც ჩემი არხი გამოწერილი არ გაქვთ, გამოიწერეთ ჩემი არხი. პირადი კონსულტაციებისთვის მეკავშირდებით პირადში. პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის რამდენად ხშირად ახსენდებით ჩაფიქრებულ პიროვნებას და მისი ზოგადი დამოკიდებულება თქვენდამი როგორი არის. მეორე ვარიანტი და რა თქმა უნდა მესამე ვარიანტი. შეხედეთ კარტებს, აიჩეთ სასურველი ვარიანტი, ვინც ვერ მოასწროთ შეუძლია დააპაუზოს. პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის რამდენად ხშირად ასე ვთქვათ ახსენდებით ჩაფიქრებულ პიროვნებას. თითო ვარიანტზე იფიქრებთ თითო ადამიანს. ესეთი როგორი მომენტი არის, ეს ადამიანი მაქსიმალურად ცდილობს, რომ ყურადღება გადაიტანოს თავის საქმიანობაზე და თავის სფეროზე, რომელშიც ტრიალებს. ისაც შთაბეჭდილება რჩება, რომ რაღაცა მომენტებში სჭირდება ამ ადამიანს გონება უბრალოდ გათიშოს და გადართული იყოს სხვა რაღაცაზე. ხო, ეს არის მდგომარეობა, როდესაც პირდაპირ მნიშვნელობით რეალობას უნდა რომ მოწყდეს და გაერიდოს იმ მდგომარეობას, რაც არის. ხო, განსაზღვრელად იმისა, რა მდგომარეობაცა უნდა ჰქონდეთ სიტუაციებში. აქედან გამომდინარე, გახსენების დონეზე ახსენდებით ხოლმე, მაგრამ ძირითადად მისი ახლანდელი დამოკიდებულება და მდგომარეობა გადართული არის, მოდი ესე ვიტყოდი, პირდაპირ მნიშვნელობით თავის საქმიანობაზე, თავის სფეროზე, რომელშიც ტრიალებს. ანუ ძირითადად ორიენტირებული არის ფული, აი ამ თემაზე არის ჩაციკლული პირდაპირ მნიშვნელობით. ასე რომ ახსენდებით, მაგრამ დიდად თავს არ ეკლავს თქვენზე ფიქრი მუდმივად, ხო? ზოგადად დამოკიდებულება ამ ადამიანის შენდამი როგორი არის. შეიძლება ძალიან ცუდად ნათქვამი ჩანდეს ჩემი მხრიდან, მაგრამ პირდაპირ მნიშვნელობით აინტერესებს როგორც ფიზიკურ დონეზე, მოდი ესე ვიტყოდი, ხო? შენგან რაღაცა გარკვეული სახის სარგებლის მიღების მდგომარეობა უნდა. შენ გიყურებს როგორც სარგებელის მომტან ადამიანს, რომელიც რაღაცაში დაეხმარება. თუ პირდაპირ მნიშვნელობით სიტუაციურად, ფინანსურად ვერ დაეხმარებით, ელემენტარული ენერგიას მაინც წაგართმევთ ეს ადამიანი. აი, რო ვიტყვი, ენერგოვამპირის ტიპაჟი არისო, ხო? აი ზუსტად ესეთი არის. გამოგაცილით ენერგიას თავისი წოწუნით, თავისი რაღაცა საუბრის მდგომარეობით, თავისი დამოკიდებულებებით, თითქოს მუდმივად სჭირდება შენგან ენერგიის აღება, მზრუნველობის პოზიცია და ასე შემდეგ. ანუ დამოკიდებულება აქ არის პირდაპირ მნიშვნელობით მომხმარებლობის, დავალდებულების თემა. რო რაღაცაში ვალდებული ხარ, რაღაცაში უნდა მასზე იყო გადართული, ასე რომ აქ პირდაპირ მიჩვენებს, რომ დამოკიდებულება არის მომხმარებლური, ჩაციკლული, ფიზიკურ, მატერიალურ საკითხებთან დაკავშირებით სამწუხაროდ. აი ესეთი იყო პირველი ვარიანტის არსებული ინფორმაცია, დამიწერეთ კომენტარებში, რამდენად რეზონირდა და რამდენად ახლოს იყო თქვენთან. პირადი კონსულტაციისთვის მომართეთ Facebook-ს ან Instagram-ის გვერდზე. გადავდივარ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტის წარმომადგენლებს ჩაფიქრებული პიროვნება რამდენად ხშირად ახსენდებით. კი, აქ პირდაპირ მნიშვნელობით მიჩვენებს, რომ საკმაოდ ხშირად ახსენდებით ამ ადამიანს, მით უმეტეს აქ პირდაპირ მეფია მოდის კვერთხების, აქვს შენდამი გარკვეული სახის ინტერესები, გარკვეული სახის ქმედებები უნდა რომ განახორციელოს, თუ ამ მომენტისთვის შეჩერებული არის გარკვეული კატეგორიისთვის და პაუზის თემა არის, ხო, კომუნიკაციაში. შესაძლებელი არის, რომ უახლოეს პერიოდში თავის იჩინოს ამ ადამიანმა და გამოვიდეს კომუნიკაციის მდგომარეობაში. უბრალოდ თემა არის ის, რომ საკუთარ თავში ვერ ყალიბდება ბოლომდე რა უნდა და როგორ მოიქცეს. თითქოს ხვდები, აი ვერ აყალიბებს დამოკიდებულებას ბოლომდე, ვერ გადაუწყვეტია ბოლომდე რა არის უკეთესი და რა შეიძლება იყოს დამაზიანებელი, ხო? თემა არის ის, რომ შენზე ფიქრი ხშირად აქვს, უბრალოდ ქმედებებზე, როდესაც მიდის საქმე, თითქოს პაუზდება და ვერ გაუგია როგორ მოიქცეს. და ზოგადი დამოკიდებულება პირდაპირ მიჩვენებს, რომ ინტერესი არის. საკმაოდ სულსწრაფი არის, ერთიანად უნდა ყველაფრის მიღება ამ ადამიანს შენგან. რაღაც მომენტში შეიძლება იყოს დავალდებულებაც, რომ რატო დროულად არ იცი პასუხის გაცემა, რატო დროულად არ აკეთებ რეაგირებას, რატო პასუხისმგებლობებს საკუთარ თავზე არ იღებს, ანუ ისეთ შთაბეჭდილება რჩება პასუხისმგებლობები შენ უფრო მეტად უნდა აიღო საკუთარ თავზე, ვიდრე ამ ადამიანმა. საკმაოდ ძლიერი ინტერესი აქვს შენს მიმართ. ძალიან ბევრი პროტესტებით ესე ვიტყოდით. ცუდი არა, უფრო მეტად ამიჩვენებს, რომ თითქოს საკუთარი თავის პრობლემას ამ ეს ადამიანი საკუთარ თავის პრობლემას ვერ ხედავს თავის თავში. მარტო შენზე ატეხავს ჯოხს პირდაპირ მნიშვნელობით. დამიწერეთ კომენტარებში რამდენად ახლოს იყო, გადავდივარ მესამე ვარიანტზე.
მესამე ვარიანტის წარმომადგენლებს რამდენად ხშირად ფიქრობს თქვენზე ჩაფიქრებული პიროვნება. დავიწყებ იმით, რომ თუ ხართ ურთიერთობის თემაში ან ზოგადად მასთან გაკავშირებდათ რაიმე სახის პარტნიორული სიტუაცია ან თუნდაც შეყვარებულობის თემა, ძალიან ხშირად არის ეს ფიქრის მდგომარეობა. პირდაპირ მნიშვნელობით აკვიატებული, შაციკლული, ეს რაღაცა მინჩაჭული თემაში არის, სულ უტრიალებ თავში, უტრიალებ და თვითონაც რო ვერ იგებს, რატომ ხარ ესე მის თავში, რატო უტრიალებ მუდმივად ამ ადამიანს საკუთარ თავში, ხო? რაღაცა აკვიატება, მანიაკალური დამოკიდებულების მდგომარეობა არის პირდაპირ მნიშვნელობით, სულ თავში ყავ ხარ, სულ ფიქრებში ყავ ხარ ამ ადამიანს და მისთვის საკმაოდ სასურველი ხარ. თუ არ არის ეს ადამიანი, როგორც მეორე ნახევრის პოზიციაში და ურთიერთობის ხასიათის კუთხით და ზოგადად შეიძლება იყოს ნათესავი, ან მეგობარი, ან ახლობელი ისე, ხო? მსგავს შემთხვევაში შენ და მე აქვს ძალიან დიდი ესე ვიტყოდი ინტერესი როგორც პიროვნებას. თითქოს რაღაცა მომენტში შეიძლება გბაძავდეს, რაღაცა მომენტში შენაირად უნდა რომ იქცეოდეს, საუბრობდეს, იცმევდეს. მივხვდი ხო დამოკიდებულებას როგორია, სამაგალითოს ვერ ვიტყოდი, აქ უფრო მეტად არის შურის მომენტების დამოკიდებულება, ესე ვიტყოდი, ხო? აინტერესებს მუდმივად უნდა შენ ყველაფერს გაგება, მაგრამ ეს არის ყველაფერი უფრო მეტად შურის დონეზე და რაღაცა შეჯიბრების თემაში, ვიდრე სხვანაირი კუთხით. მოდი დამოკიდებულების თემაშიც გადავამოწმოთ მთლიანობაში. აი აქაც პირდაპირ შეყვარებულების არკანი არჩევანის წინაშე დგომა, ცვალებადი დამოკიდებულება. მომენტებში თუ გადიდებს და შენზე ასე თქვა გაგიჟებული არის იმ თვალსაზრისით, რომ მოსწონს ის პიროვნება, როგორიც ხარ, შენი ხასიათები, შენი ქმედებები და ასე შემდეგ, მეორე მომენტში გაორება აქ იმ კუთხით, რომ შურის თემები ერთვება ამ ადამიანს. აი ამას ეს კონკრეტული რო აქ მე რატო არ მაქვს, აი ამ კონკრეტულ თემაში რო უმართლებს, მე რატო არ მიმართლებს. ანუ შენი პატარა რაღაცა სიტუაცია საკმაოდ შურს ამ ადამიანს. და სუქიშპობის თემით არის, რაღაცა გაჯიბრების თემით არის, წახვალ რაღაცას ეყიდებ, მასაც მოუდება შეიძლება იმ დაგვარი ეყიდოს, არის ისეთი რაღაც სიტუაციები გააკეთოს, რომ გავდა შემდგომარებას. მივხვდი ხო რას გულისხმობ? ასე რომ აქ პირდაპირ მნიშვნელობით არის შურის თემები. აი ესეთი იყო სამი ვარიანტის ასებული ინფორმაცია, დამიწერეთ რამდენად რეზონით და რამდენად ახლოს იყო. პირადი კონსულტაციებისთვის მომართეთ Facebook-ს ან Instagram-ის გვერდზე. გისურვებთ წარმატებას, ნახვამდის.